გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება სავაჭრო ცენტრ დუბლიორის მოვაჭრეები ძველი ადგილების დაბრუნებას ითხოვენ მათ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა 2 თვის წინ დაატოვებინეს. ინდმეწარმეების თქმით კი ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა მათთვის აკრძალულ ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები მიიყვანა და გარევაჭრობის უფლება მისცა. თბილისის მერის კომენტარი კი ნახეთ სოფო დემეტრაშვილის სიუჟეტში. 22 ინდმეწარმე ძველ ადგილებზე სამუშაოდ დაბრუნებას ითხოვს. ისინი ბაზრობა შპს დუბლიორის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 თვის წინ სამართალდამცველებმა აყარეს და გარევაჭრობა აუკრძალეს. აღნიშნული სავაჭრო ცენტრი კი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გარემოვაჭრეები ყვებიან მგუშინ ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა მათთვის აკრძალულ ტერიტორიაზე მერის ბრძანებულებით უცხო პირი მიიყვანა და გარევაჭრობის უფლება მისცა. თბილისის მერია სატელევიზიო კომენტარს არაკეთებს და აღნიშნულ ფაქტსაც უარყოფს. თვითონ ბაჩო მოიყვანა ეს ადამი თქვა რომ მერიაში განცხადება შევიტანე დამაკმაყოფილა მერიამ და გამომიშვა ამ ტერიტორიაზე დასადგომად და ამის შემდეგ გაგვიჩნდა ჩვენ პრეტენზია რატო თუ შეიძლება რომ ვიღაც უცხო მოვიდეს და იმუშაოს რატო არ შეიძლება ჩვენ ვიმუშაოთ რომელიც დაარსების დღიდან ამ ბაზრობაზე ვდგევართ. ეხლა გადის დრო ზედამხედველობის სამსახურს შემოყავს ახალი მერის გამოგზავნილი ვითომ გამოგზავნილი შეყავს დირექციაში უფორმებს ახალ ხელშეკრულებას უფორმებს და ჩვენ შევედით და შევაჩერეთ ახალ ხელშეკრულებას და ამბობს რომ დაისმება იმ ადგილას სადაც ვიდექით თქვენ. ქეთევანჯიქია ერთ-ერთია იმ 22 გარემოვაჭრეს შორის, რომელიც შპს დუბლიორის კუთვნილ ტერიტორიაზე 1993 წლიდან ვაჭრობს. ინდმეწარმეები ამბობენ, რომ მათ ხელშეკრულება ბაზრობის დირექციასთან 2010 წლის 1 იანვრამდე აქვთ გაფორმებული. შესაბამისად, მათთვის საქმიანობის აკრძალვა უკანონო იყო. ეს არის ბაზარი დუბლიორი, ვდგევართ 15 წელია, ვიხდიდით გადასახდელს 1 წელი არ გაგვისენიათ, ისე გვაქვს ბანკები აღებული, ბანკიდან ფული გვაქვს პროცენტიანი აღებული. მოვიდნენ აგვისტოს თვეში, ხო და ჩვენ არ ვიცოდით ისე, ჯერ გარევაჭრობის ხალხი აყარეს, ჩვენ არ ვიცოდით ისე, ჩვენ რომ მოვიდით დილით, ეს საერთოდ გასუფთავებული დახვდათ ეს ადგილი. დღეს სავაჭრო ცენტრ დუბლიორის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების პროტესტის შემდეგ ინსპექციის მიერ მიყვანილი უცხო პირი აღარ გამოჩენილა. ბაზრობის დირექცია კომენტარს არ აკეთებს, თუ რატომ აუკრძალეს ინდმეწარმეებს ვაჭრობა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. დედაქალაქში გარევაჭრობა თბილისის მერ გიგი უგულაბას გადაწყვეტილებით აგვისტოს თვიდან აიკრძალა. თბილისში სულ 4000-მდე გარემოვაჭრეა დარეგისტრირებული.